ისაც გინდათ აი ეს რაოდენობა უგემრიელესი შვრიის ორცხობილების რეცეპტი ან გამოაცხოთ, მიყევით რეცეპტს. აი გემრიელესი ნახეთ როგორია, კარაქზე მომზადებულია და პირველი დეგუსტაციას ნახეთ როგორია. როგორია, აი ვერსად ვერ შეჭამთ ესეთ კარაქზე მომზადებულ. ეს არის კლასიკური რეცეპტი და უყურეთ ვიდეოს ბოლომდე მიყვარხართ და ციციკო ბუჩო მოდი აბა შენ გასინჯე როგორია პირველი გასინჯე და აგემონე აიმე ჩემი ბიჭი პირველი მიყევით რეცეპტს მოგესალმებით ჩემო საყვარელო მეგობრებო ეხლა მინდა გამოგით თქვენთან ერთად გამოვაცხო უმარტივესი და უგემრიელესი კლასიკური შვრიის ორცხობილები და თან ამიც რო უხდება ეხა ჩაის რო დალევთ ბავშვებს რო სკოლაში გაატანთ გრამაჟობით კვებაზე ვინც ხართ ეხა დილით ხო სუსნაობ ხოლმე შემიძლია ტკბილის ჭამა და ნახე რომ არაფერი არ იყო სახლში დამიზარა რა თქმა უნდა მარკეტში ჩასვლა თან კარგი ამბით ვარ აღარ ვეძებ ქირით ბინას, ვინაიდან ჩემი ძველებური გასახსნელი არ გადამიგდია და ვიპოვე და ყელტუჩაც ასევე ვიპოვე, ბურჯუმში ქონია ვაჟბატონს წაღებული და მე მაბრალებ და ძალიან გამიხარდა ამ გასახსნელის, აი ძალიან ძველია, ნახეთ, დედაჩემის დროინდელია და მგონი დედაჩემ საიდან ქონდა, არ ვიცი, ძალიან ძველია და გამიხარდა. და ტყუილა მაბრალებ და რა თქმა უნდა. ეხლა პირველ რიგში რას ვაკეთებთ და ვაკეთებთ აი ესეთ რაღაცას. შაქარი, ციკვი მარილი და ცხიმი, აქ არის 200 გრამი კარაქი. ვეცადეთ რომ კარაქზე მოვამზადოთ ყველაფერი, იმიტომ რომ არ არის ეს სხვა ცხიმები სასარგებლო, ამას ახლა გადავიტან, არ გადმოდის ერთი წამი. ესე იგი, აქ არის კარაქი 200 გრამი, რეცეპტს დავწერ რა თქმა უნდა, ერთი ჭიქა შაქარი, ვანილი, ციკვი მარილი, ზედმეტი რაღაცები გადავდოთ რა თქმა უნდა გვერდზე და ეხა ამას ავთქვებ და დაგიბრუნდებით. მე უნდა გავუკეთოთ კვერცხი და ქვილი, 2 გრამი შვრიის, 2 ჭიქა შვრიის ფანტელი და მე მინდა დავამატოთ დღეს სელის დაფქვილის სელი, რომელიც ქალბატონებისთვის ძალიან სასარგებლოა და ამიტომ სახსრებისთვის, ძვლოვანი სისტემისთვის, მენოპაუზისთვის ძალიან სასარგებლოა და ამიტომ დავუმატებ სელსაც. ეხა ავთქვებ და დანარჩენ ინგრედიენტებს შევაერთე. ძალიან მარტივად შეერთდა, იმიტომ რომ შაქარი ქონდა 2 კვერცხი, ჩემო ბატონო, ესენი გადავდოთ ზედმეტები. მორჩა, ამას აღარაფერი აღარ უნდა უკვე. ეხლა უნდა ჩავაყარო შვრიის ფანტელი, ქვილი, ერთი ჭიქა. დავამატებ ეხლა ამას სელს, რა თქმა უნდა, არაწყენს. და ამას ამოურევ ჩვეულებრივად. დავაბურთავებ. თავარი დამავიწყდა ღმერთო, მაპატიეთ, აუცილებლად უნდა გამაფხვირებელი. კინაღამ დამავიწყდა. აი ესე სავსე, აი ასეთი სავსე კოვზი გამაფხვირებელი და გამაფხვირებლის რეცეპტი მე თქვენ დაგიდეთ. ეხლა არა მაქვს არც ნიგოზი, არც შოკოლადი, ვისაც გაქვთ შოკოლადი ჩააფხვენით, ნიგოზი, დაჭრილი ნიგოზი გავუკეთეთ, მე არა მაქვს და პირდაპირ ისე გავაკეთებ, ხა ამას ამოურევ და გამოვაცხობ 180 გრადუსზე და დაგიბრუნდებით, აი უგემრიელესია, აი ძალიან რომ მოგეწონებათ, ისეთია, მარტივია და ხვალ ბავშვებსაც გაატანთ სკოლაში, თქვენც სიამოვნებთ და კიდევ ბევრჯერ გამოვაცხობთ. მორჩა, მასა უნდა გამოვიდეს ასეთი, მე კიდე ნახევარი ჭიქა ფქვილი დავამატე, იმიტომ რომ ცოტა აშკარად დააკლდა და მორჩა, ამას აღარაფერი აღარ უნდა, ეხლა გახურებული მაქვს მე
გასქურა, ამოვაბურთავებ, დავაწყობ, გამოვაწყობ, ძალიან მარტივია. 180 გრადუსზე, სადღაც დაჭირდება ალბათ 20 წუთი, ნახევარი საათი, მეტი არ დაჭირდება და გაჩვენებთ როგორი გამოვა. დანარჩენი ძალიან მარტივია, ამოვაბურთავებ, პერგამენტის ქაღალდი ყოველთვის დაასველეთ, რომ აი კარგად გაშალოთ, დაასველეთ, გაწურეთ და გაშალეთ. დავაბურთო, ხელი დავისველე ზეთში და ნახეთ რამდენი ორცხობილა გას, სად უნდა იყიდოთ ახლა ესეთი ოჯახში მომზადებული კარაქზე, ნატურალურ კარაქზე მომზადებული ორცხობილებიდან არის უგემრიელესი და ეხლა გამოვაცხობ და გაჩვენებთ რამდენი გამოვა და როგორი გამოვა.